შედეგები ავადმე ამის შემდეგ. ვიმედოვნებ, რომ ეს ჩვენ სოფელში მეტნაკლებად გამოგვივიდა. ასევე დაგვეხმარა გამგეობა იმ ხრივ, რომ მათ 30 ძირი ნეკერჩხლის ნერგი დაგვასაჭურა, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე დავდეთ. ხედის დარგის პარალელურად ჩვენ გავაკეთეთ სამუშაო პროექტის ფარგლებში, გავაკეთეთ სამუშაო ოთახი, სამოქალაქო კლუბის, რომელშიც ახლა ვიყვებით. განსაკუთრებით დიდი მადლობა გვინდა უთხრათ ვალერი თებურიას და ასევე ამ სკოლის აღზრდილ მოსწავლეებს ლაშა ქადეიშვილს და ნიკა მურადიას, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ყოველივე ამის გაკეთებაში. ასევე ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია ეკოლოგიის შესახებ. ჩვენი პროექტი მოიცავდა 2 თვეს და ეკოლოგიის თემაზე დღეს გვინდა ჩავატაროთ მოკლე სემინარი და მე და ჩემი მეგობრების მიერ მოძიებული ინფორმაცია მოკლედ გადმოვცეთ. როგორც მოგახსენებათ, ეს პლანეტის ფილტრებს ეძახიან. ბოლო ასეული შეიძლება ჩაითვალოს ეკოლოგიური კატასტროფების პირად. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა არის პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. 90-იან წლებში მომხდარმა უბრალოდ 90-იან წლებში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა ფონმა თავისი დაღი დაასვა საქართველოს ბუნებას. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს რელიეფურ აგებულებას, საქართველოს არ გააჩნია სამრეწველო დანიშნულების ყელო. უმოწყალოდ შეხვამ ხელი შეუწყო მთელი რიგი სტიქიური უბედურებების გავრცელებას, როგორიც არის ვარცოფი, მეწყერი, თოვლის ზვავები, წყალმოვარდნები და ასე შემდეგ. ასევე არ შეიძლება რომ არ აღინიშნოს, რომ გადაშენების პირას არის მისული ბევრი რელიქტური ჯიშის მცენარე, როგორც არის უთხოვარი, ძელქვა, ჭალის მუხა და სხვა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში მომხდარმა სტიქიურმა კატასტროფებმა გამოაშკარავა ნაკლოვანებები, რომელიც თან ახლდა სტიქიისგან თავდაცვის თანამედროვე ღონისძიებებს. პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა უმეტესად ჩადებული არის თვით ბუნებაში. მათი შეცნობა და გამოყენება დამოკიდებულია მეცნიერების სხვადასხვა დარგისა და პრაქტიკოსთა წარმომადგენელთა ცოდნაზე, კვალიფიკაციაზე და მათ ურთიერთთანამშრომლობაზე. ეკოლოგია ბუნების ეკონომიკაა. გარემოს დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასწორებო საფუძვლის მკვლელობას, შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე დგას ადამიანის საქმიანობის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა.